საღამომშვიდობის მეგობრებო, იმედია ყველაფერი კარგად მიდის. დღეს მივდივართ რეფორმაში, გლდანის ფილიალში. გადავწყვიტე, რომ იმ თანმიმდევრობით წავიდე დარბაზებში, რა თანმიმდევრობითაც გადავიღე, ანუ მეორე წრეზე წავალ, მაგრამ თან შევაფასებ, ალბათ ნახავდით, რომ წინა ვიდეოში შეფასების სისტემაზე ვისაუბრე. დღევანდელი სალაპარაკო თემა იქნება ინტერვალური შიმშილი, რა დადებითი მხარეები აქვს, რატომ არის კარგი ან პირიქით. დიდი თემა არ არის, იმართლა რომ გითხრათ, უბრალოდ მნიშვნელოვანი დეტალები აქვს, რომელსაც იმედია ყურადღებით მოისმენთ, იმიტომ რომ თუ ვინმე ინტერვალურ შიმშილს გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა წინა პირობები ახლავს თან. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაწერთ კომენტარი, მოიწონეთ ვიდეოები, რომლებსაც ნახავთ. ალბათ მიხდებოდით, რომ ეს გვაქვს ზურგის დღე. უბრალოდ ახალი ვარჯიშებია დღეს, ზუსტად არ მახსოვს რა ვშვებით. ძალიან გადატვირთული არის რეფორმა. 10 კილოზე 5 კილოზე და თავისუფალზე 3 მისვლად მელი გამეორება უნდა ავიწიო. თავზე მაქვს, არ ვიცი რა ქვია, ფუდი თუ რაღაცა, ჩემმა და მითხრა ამის სახელი. სპეციალურად იმისთვის, რომ მიკროფონი დამემაგრებინა რა. იმედია, რომ ესე მაინც იქნება ხმა კარგი. როგორც წინასწარ გავატარეთ 5 დღე პოლონეთში უდისმაში. ეხლა თურქეთში ვიყავი და სმამ ცოტა მოწევა, ერთხანია შემიცირა. ამიტომ ალბათ 1-2 ვარჯიში მომიწევს გაჭირვებით სუნთქვა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ ამ ერთმა კვირამ 2 კილოგრამი წამართვა. გადავედი 5 კილოზე. ზუსტადაც რო არ ვიცი ისმის თუ არა, ხმა იგუფონერობს მიშლის. არა, მე არ გჭირდება. Всё. Зря гора. მოვკვდი. ხა შევბერავ ამ ვარჯიშს და მე პირველ შიმშილზე მარტივად და კონკრეტულად აგიხსნით ყველაფერს. ინტერვალური შიმშილი მარტივად რო თქვას მეგობრებო, არ გულისხმობს უშუალოდ შიმშილს. და არ ნიშნავს რომ ადამიანი შიმშილობს. არამედ ინტერვალური შიმშილის დროს ადამიანი ირჩევს როდის ჭამს რა. გარკვეულწილად 24 საათის განმავლობაში აქვს არჩეული ფანჯარა, რომელი ფანჯარის დროსაც იკვებება რა. ყველა თქვენგან სმენია 16 საათიანი დიეტის შესახებ, რომელიც იდეაში ჩამოყალიბდა როგორც ინტერვალური შიმშილი რა. თუმცა მე დაამახინჯეს და რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის საშიშად გადაკეთდა რა. სინამდვილეში 12 საათიანი, 14 საათიანი, 16 საათიანი და იშვიათ შემთხვევაში 18 საათიანი შიმშილით შეიძლება გავატაროთ ინტერვალურ შიმშილში, ოღონდ სულ სწორად მიდის ყველაფერი. და რა არის ახლა მნიშვნელოვანი რა? სხვაობა ის არის, რომ ინტერვალურ შიმშილის დროს ადამიანი ირჩევს ის რა მონაკვეთში ჭამს. 16 საათიანი აღვნიშნე, უკვე ეს რას ნიშნავს, რომ 16 საათის განმავლობაში ადამიანი არ იკვებება, მხოლოდ იღებს წყალს, ყავასთან ჩაის 16 საათის განმავლობაში და იკვებება 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 8 საათს. თუმცა ამ 8 საათში ადამიანმა უნდა მიიღოს იმ რაოდენობის ცილა, რა რაოდენობის ცილა და 24 საათი კვება იქნებოდა 16 საათი თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ აუცილებელია.
ასევე ცხიმებს. ბოლომისვლასაც შევეციოთ და გადავიდეთ ტრენაჟერს. ეს სამაგრი რო არ მაქვს აერში იწევს ეს შობელძაღა. რო აიშوام 8 საათს რომელი 8 საათიც უნდა იყვებო, უნდა ჩამოყალიბო დღის განმავლობაში რა საკვები უნდა მიიღო და ისაკვები უნდა გაანაწილო ამ 8 საათზე. მინუსები ის არის, რომ ხალხი ვინც ერთხელ იკვებებოდა, იმათმა ვინც დაიწყეს ეს 16 საათიანი დიეტა, კიდე დააწყოს კვებას და ისედაც არ სუაჭამდნენ, საერთოდ შეეშვეს ჭამას და აქტიურად შემშილობდნენ მთელი დღე. ზოგმა მაწონი და ოსტნეულით ჩაანაცვლა კვება, ანუ ცილას არ იღებდა თითქმის და ასე შემდეგ რა. კი რა თქმა უნდა გახდები, იმიტომ რომ ორგანიზმი შიმშილობს, მაგრამ სტრესშია და რაღაც პერიოდის მერე იგახვედრებს, რომ სტრესშია და შიმშილობს. ის მონაკვეთს ირჩევ, რომლის დროსაც იღები იმ საკვებს, რომელსაც წესით 12-16 საათის განმავლობაში იღებენ და რაც ზრდის ჰორმონის გამოყოფას აუმჯობესებს, ასევე 8 საათში ფიზიკურად ვერ მიიღები იმდენ საკვებს, რომ აზღარი იყო. ორგანიზმი როცა უკვე ამ საკვებს გადაამუშავებს, იწყებს ცხიმის შლას, პლუს ორგანიზმი უფრო ფოკუსირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ზედმეტად გადანაკლებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოცნევა ფასი ინტერვალურ შიმშილს არის ინსულინის დონე, რომელიც მუდმივად ზრდისთვის დაბალზე უნდა იყოს, არის მინიმუმ 16 საათის განმავლობაში დაბალ ლეგელზე, რაც ძალიან მაგარი არის ორგანიზმისთვის. ეხლა იმაზე ვისაუბროთ, ვის გამოადგება და ვის არ გამოადგება ეს ყველაფერი. პირველ რიგში იმ ხალხს, ვისაც ჭამის რაოდენობის გაკონტროლება უწევს რა, ასევე იმ ხალხს, ვინც იმდენი ხანი არ იკვებება, რომ შიმშილამდე მიყავს თავისთავი და მერე ახსენდება კვება, ენერგიის მოსღვევება ჭირდება და ცხიმის დონის კლება. მაგრამ ვისაც აქვს კვებითი აშლილობა, ვისაც აქვს რამე ქრონიკული დაავადება, ან არის ორსული, მან მსგავსი ტიპის კვებაზე არ უნდა გადაინაცვლოს, რადგანაც ძალიან ბევრ ფაქტორს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ჯანმრთელობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამენ, არის კუნთის მასას დამაკლებინებს თუ არაო ეს ინტერვალური შიმშილი. რაც შეეხება კუნთის დაპატარავებას, ინტერვალური შიმშილი კუნთს არ აპატარავებს, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ თუ თქვენი ორგანიზმი არ შიმშილობს 24 საათზე მეტხანს, არ ხდება კუნთის მასის კლება. თუმცა მე უკვე სტრესის ჰორმონი გამოიყოფა და ეგ არის. აქედან გამომდინარე, პირიქით ხანდახან არის ისეთი მომენტი, რომ ინტერვალური შიმშილი უფრო უკეთესად იმარჩუნებს კუნთის მასას და წვავს ცხიმს, ვიდრე სპონტანურად კვება. ორგანიზმი იცის ზუსტად, რომ ეს 8 საათი იკვებები, გზად არის მაგისთვის, თუ მეიღებ მაგალითად 80 კილოგრამის ცილებს, 80 კილოგრამზე იქნება და კუნთის მასას არ გაიგებ. მაგ ცილას იმ 8 საათში მიიღებ თუ გადაანაწილებ 12-15 საათზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ცხიმის კლებისთვის და სტრესის ჰორმონის გამოყოფისთვის ინტერვალური შიმშილი ბევრად უფრო კარგია. იმისთვის რომ შევადაროთ, დავიმაგრებ, ინტერვალური შიმშილი არა მაგია, არა ზღაპარი, არამედ მუშაობს, თუ რა თქმა უნდა თქვენ დაიცავთ ბალანს კვებაში, ცილა-ცხიმი ნახშირწყლისას, მიიღებთ საჭირო რაოდენობით იმ ნიუტრიენტებს, რაც ორგანიზმმა უნდა მიიღოს, უბრალოდ შეზღუდული დროით. და კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ არ უნდა მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც ხართ ორსული, გაქვთ ქრონიკული დაავადებები, ან გქონიათ კვებითი აშლილობა ცხოვრებაში. რაც შეეხება ამ დარბაზს, რეფორმაზე ალბათ ყველა მიცით, რომ ჩემი დამოკიდებულება ძალიან დადებითია და მოდი დავიწყოთ ამის სულს მერე შეფასებები.
პირველი არის დარბაზის სუსუფთავი და ჰიგიენა. რა თქმა უნდა, დაუწერ აქედანაც. ეხლა მაგალითად დახურვამდე 9 საათია დარჩენილი. და ვერ იტყვი აქედანაც ალბათ 9-8:30-საც იტყოდი, იმიტომ რომ ცოტა არეულობა არის. ცოტა დადაგვიანებულია, მაგრამ 12 საათის მუშაობის მერე რო ესეთი სუფთაა დარბაზი, ნიშნავს იმას, რომ გახსნის მომენტში რეალები და იატაკიდან დაწყებული ყველაფერი. ზურგს მოვჭით. ტრენაჟორებსაც შეეხებათ, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. ყველა კუნთის ტრენაჟორი არის თან არაერთი, არამედ რამდენიმე. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრით, შეიძლებოდა ზოგი ტრენაჟორი უკეთესად ჩანაცვლებულიყო, ან უფრო კარგი ვარიანტით რა. ხო, ზოგი ტრენაჟორი ისეთია, რომ ეგრო არ გქონდეს, დიდად განაკლეს ვერ იგრძნობენ და ზოგი კიდე ისეთია, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს. თუმცა ეხლა რომ ჩამოთვალო, ვანახევარ ან 9-ს დაუწერდი მაგაში. მეორე დარბაზში ორთაჭალაში იყო ეგ ან ლისზე. ვიცი რომ რაღაც ტრენაჟორები აქვს ისეთი, რომლებიც მე ძალიან მომწონს და მიყვარს. აქ ეგენი არ აქვს. წინათ რო ვიყავი მაგის მერე 2 ან 3 თვის წინ, მოდი ვთქვათ 2 თვე ნახევარი. მაგის მერეც კი დაახლოებით 6 ტრენაჟორი აქვს დამატებული. ამიტომ შემდეგ კრიტერიუმს ტრენაჟორების ხარისხი და ასე შემდეგ ფიზიკურად ვერაფერს ვერ დააკლებ ადამიანი. ფაქტია რომ ზრუნავენ განახლებაზეც. თუ რამე აკლიათ იმის დამატებასაც და დარწმუნებული ვარ რომ მალე კიდე დაამატებენ რაღაცებს რა და რაც ფუჭდება იმის გამოსვლაზეც. აერობიკის ზონა, იოგის ზონა, კრივის და გაწელვების ცალ-ცალკე აქვს ყველაფერი რა. კარდიო ზონა ცალკე არ არის, მაგრამ იმდენად გამოყოფილია რომ კედლის გარდა ფაქტიურად ყველაფერი აქვს და გამოყოფილია ჩემის აზრით. აქედან გამომდინარე ზონების გამოყოფაშიც მაქსიმალურს დაუწევ და პლუს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ აი ამ სილიკონის ხალიჩებს. არ ვიცი ჩანს თუ არა. დაბლა რომ ვარდება არაფერი ზიანდება და პლუს ბევრად უფრო მარტივია ვარჯიში, არ გეშინია რომ დაეცემა რაღაც გატყდება. ეს არის ყველგან სადაც შეიძლება წონები ათრიოს ადამიანმა რა. 95% დარბაზის სადაც კი შეიძლება წონები ათრიო არის ამ სილიკონის ხალიჩით მოპირკეთებული. დარბაზი ძალიან დიდი არის. უბრალოდ ხალხი იმდენია, ეხა დაიცალა თორე, რომ ფიზიკურად ვერ დაატყენ. გარშემო ბევრი დარბაზი ვიცი, მაგრამ რეფორმაში და საკემატაში რო ხალხია, მაგდენი არსად, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარევლებს ხარისხი მოწონთ და კმაყოფილები არიან. რაც შეეხება მიმღებს, არ ვიცი, სხვაგან არ მინახავს და ვერ გეტყვით სხვა დარბაზებში არის თუ არა, მაგრამ იმ დარბაზებში, რომლებიც გადავიღეთ და იქამდეც რომლებშიც ყოფილ ვარ, არსად არ მინახავს, რომ მიმღებში შედან ინსტრუქტორები, რომლებიც პირველად დახმარებას გიწევენ. დარბაზში მისვლის, კვების და ასე შემდეგ. აქ არიან. პლუს აქვთ მაღაზია, ვერ დავარქვევ ამას უბრალოდ მიმღები და რამდენიმე პროტეინი იყიდება. ყველაფერი იყიდება. სპორტთან დაკავშირებით რაც შეგიძლია მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე ჩემი საყვარელი მიმღები, იმიტომ რომ შეუძლებელი არის რომ რამე იკითხო და არ გქონდეთ და მომსახურება არ მიიღო. მეგობრებო, კიდე შეგახსენებთ, რომ ეს შეფასება არის სუბიექტური, ჩემი 6 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ სუპერსეტი გავაკეთოთ. იქამდე დაგვჭირდა რამდენიმე პუნქტი, რომელსაც შევაფასებთ. პირველი არის პირადი სივრცე ვარჯიშისას, რომელიც ვახსენე და საკმაოდ დიდია. გაშლილად და გემრიელად ვარჯიშებ და ვერაფერსაც ვერ დაიწუნებ. ძალიან ბევრი სარკი აქვს. ანუ სადაც არ უნდა გაიხედო 360 გრადუსი, თითქმის ყველა კედელი, სადაც შეიძლება რომ შუშა დაემაგრებინათ, არის შუშა დამაგრებული. შეიძლება ეხლა ახალმა ვინმე ვინც დარბაზში ეხამიდის ვერ აღიქვას, ეგ პლუსი რატო არის? იმიტომ რომ ზოგიერთი ტრენაჟორის წეხო დგას, რომელსაც ჭირდება, მაგრამ ყველგან საჭირო არის დარბაზში როცა ხარ, იმიტომ რომ პუნქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გაგექცეს და მაგისგან გიცავს სარკე.
ინტერიერი. ისე რო ვიყავი როგორ შევაფასე, ისე იგივეს გავიმეორებ რა. ინტერიერზე ნამუშევარი აქვს, ოღონდ არა ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ ინტერიერის დიზაინერებს ზოგადად სივრცე, იმენად სწორად არის ყველაფერი შერჩეული, რომ მაქსიმალურად არაკომფორტული რო იყოს. ხალხის რაოდენობით ცოტა ჩახუთულობა, ან ზოგადად შენ რო იყო ცუდ ხასიათზე, მაინც დადებით ხასიათზე მინიმუმ ცირედით მაინც გადაგიყვანს. იმიტომ რომ მოგეწონება ეგ ყველაფერი რა. ინტერიერის დიზაინს ვერასდროს ვერ გაუწუნებ Reform Fitness. ჩემგან ძალიან დიდი პლუსი იმის გამო, რომ ესე მოინდომეს და წარმატებითაც შეასრულეს ინტერიერის ნაწილში ყველაფერი. ეხლა ვნახე ვიდეოები, რომ გარკვეული აქტივობებიც აქვთ. განსაკუთრებით ცხოვრების წესს ხალხში მაქსიმალურად ავცელებ და არა მხოლოდ დარბაზით, არამედ გარე აქტივობებით რა. ჩემგან დიდი პლუსი და საფუძველი. დამატებით სივრცეებზე უკვე ვახსენე, გამოყოფილი სივრცეების ნაწილში ეგ ორი ერთმანეთისგან იმის განსხვავდება, რომ ერთი არის ამდენად გამოყოფილია და ტრივი სივრცე განტალებთან ერთად ხო არ დგას და მეორე არის უშუალოდ არსებობს თუ არა. და ვახსენე ზემოთ, რომ გამოყოფილია ყველა სივრცე და მაქსიმალურად რისი შესაძლებლობაც ამ სივრცეში არის, ყველა აქვთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აერობიკა, იოგა, ტრივი, როკერუნერსაც შეეხება დიდია, სენსორით იღება იკეტება ყველა, მუდმივად სუფთაა, ფენი რო ყველგან მაგალითად დაზიანებულია, ხო აქ არასდროს არ მინახავს, წყლით არასდროს არ არის სავცე, სივრცე, კარადებიც ისეთი რაოდენობით აქვთ, რომ როგორი გადატენით არ არის, მაინც იპოვი რამდენიმეს, რომ შენი პირადი ნივთები შეინახო და ჩაკეტო. ხო და იდეაში დაკეტვის დროც გვისწრებს და ლოგიკურიც იქნება მუშაობის საათებზე რო ვისაუბრ. მუშაობენ სტანდარტულად და ნორმალურია. მეტი თუ იქნებოდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ სტანდარტია და ამაზე ფიზიკურად ვერ ითქვი, რომ ცუდია რა. 12-მდე მუშაობს ხალხი დილიდან. ბოლო მისვლა შევესი. მანქანაში გადავიდეთ და იქ გავაგზავნოთ. საერთოდ არ მისაუბრია სტაფზე და მინდა რომ ვახსენო ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ რეფორმის სტაფი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვათ, რომ ყურადღებით არ გამოირჩევიანო, თუ შევადარებთ სხვა დარბაზებს, რომლებშიც შეიძლება ერთჯერადად ყველაზე გადატვირთულ დროსაც მაქსიმუმ 50-60 კაცი იყოს, როგორი ყურადღებით არიან და აქ ეხლაც კი რომ მივედი უეჭველად, პირველად რომ მივედი სადღაც 10-სკენ 200-300 ადამიანი იყო, რა ყურადღებასაც აქცევენ მომხმარებლებს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სულ მოძრაობენ, სულ დადიან, შეიძლება მუდმივად არ მოდიან და არ გეუბნებიან და გეხმარები და რაღაცაო, მაგრამ გრძნობრო სტაფი იქ არის რა, იმ რაოდენობით არიან თან, რომ შეამჩნიო და თუ რამე კითხვა გაქვს, კითხვა დასვა რა და არ მოგერიდოს. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რეფორმა არანაირ თანხას არ მიხდის, ეს არის ჩემი სუბიექტური და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იყოს ობიექტური აზრიც და ჩემი 6-7 წლიანი დარბაზებში სიარულის გამოცდილებიდან მიხედვით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად და ხარისხიანად ორგანიზებული დარბაზი, პლუს დაბრენდილ ტანსაცმელზე რო გითხარით, არ ვიცი აქვს თუ არა ეხლა მეთქი, აქვს პირსახოცებიც, ხუდებიც და სხვადასხვა სპორტული ტანსაცმელებიც რა. კარგად ორგანიზებული დარბაზია, რომლის მფლობელმაც იცის, რისთვის და რატომ აკეთებს ამ ყველაფერს. პლუს ეს ქულები დაჯამდება და აი აქ კუთხეში მივაწერ რამდენი არის საბოლოო ჯამში. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 95%-ს არ ჩამოწდება და ყველას გირჩევთ რეფორმას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ. დღეისთვის სულ ეს იყო. მოიწონეთ არხი, გადაუზიარეთ მეგობრებს, ვართ 280 და რაღაცა ამ მონაცემებით. თასამდე მინდა რომ ავიდეთ მალე. მერე შეგვიძლია ვიტაშფანდუროთ და ახალ პროექტებზეც ვიფიქრებ. მადლობა დიდი და აბა თქვენიც.